მანანა მანჯგალაძე პოლიტიკასთან ერთად პოსტსკრიპტუმ სურს თქვენი ყურადღება გაამახვილოს დანაშაულზე, რომელიც სექსუალურ ნიადაგზე ხდება. იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის ამაყობდა ქალისადმი განსაკუთრებული პატივისცემის ტრადიციით, რეალურად არც თუ სახარბიელო ვითარება. რედაქციაში ზარის შემდეგ ჩვენი გადამღების ჯგუფი კახეთის ერთ-ერთ სოფელში გაემგზავრა. ჩხუბი ბაკურციხეში 17 წლის ლიდა მოსაშვილის გამოატყდა. ამასთან ერთად დაილაპარაკე. დათო მაქაძეს ეს მამაკაცი თავისი არასრულწლოვანი ნათესავის გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ლიდა ბაკურციხის მეზობელ სოფელ კოლაგიდანაა. გზის პირას მდებარე ამ მიტოვებულ სახლში შესვლა უჭირს. ამბობს, რომ 2 კვირის წინ სწორედ აქ გააუპატიურეს. სოფლის გზაზე მიმავალს მეგობარი ბიჭი დათო შეხვდა და ეზოში საქმეზე სალაპარაკოდ შესვლა სთხოვა. მეძეში ესე წამოვლხარი და შემომიყვანა შიგნით. ხელი გამიშვიმეთქი. თორე ვიყვირებ მეთქი და რა მნიშვნელობა აქვს ხალხი გაიგებსო და უფრო ალიაქოთი ატყდებაო. ყელში უჭერდი ხალხს ხელი გამიშვით, ხომ ხან სახეში ვარ ტყავდი. შარვალი გამიხსნა. უკაინდან დაიჭირა რა კავშირი. აი ესე ჩავედით, აი. ცნობის მოყარე მეზობელ მაია კობახიძეს მიტოვებულ სახლში დათოს და ლიდას შესვლა არ გამოპარვია, რაც ნამდვილად არ გაუგია ეს ლიდას ყვირილია. აი ესე ნელა-ნელა შევედი. აიზე. აიგრე დავდები, და აიგრე შევიხედე და ლიდა დავინახე წელს ზევით. თმები ჩამოშლილი ხელებზე აქვს, ნიკაპი დაყუდებული და ზევით იყურება, ვერ დამინახეს მე. მერე ერთი ნაბიჯით კიდე დავიწიე და უკვე ლიდას წელ რომ მივყევი დავინახე, რაც დასანახი იყო. მე რო იქ ჩამოვედი შვილო და სულ პირველად შენ ვერც ბიჭმა დამინახე, ვერც შენ დამინახე. არც შენი ყვირილი ხმა გამიგია, არც ტირილი ხმა გამიგია, არც აი რო და აიგრე დაგინახე შვილო. ძალადობა რო ყოფილიყო შენი რავი შკაფი იყო წაქცეული და უნდა დაიჭიდებოდი, აქეთ უნდა გაიქცეული. მოდი აი წამხარით, აბა აი როგორ წამხრით, აი ძალადობა რო ცოტა შენც დაფიქრე, აი ძალადობა რო იყო ეგრე ბავშვი, აი მითხარ თუ ტყუილია შვილო, ეგრე იყავ დაყუდებული, აი ეგრე თმები ჩამოშლილი. გაჩუნდი შვილო. მაია კობახიძემ ეს ამბავი ლიდას ოჯახის წევრებს გააგებინა და მერე მთელს სოფელს მოსდო. ბენახის შესაწამლის საშუალებით ლიდამ თვითმკვლელობას სცადა. სუმფლად შავი იყო და მითხრა რომ აი ეს დავლიეო. აი ეს დედა აღარ მინდა სიცოცხლეო. მე ვთხარი შვილო რა თქინდა თავიღა ცოცხალი საქვეყნოდ თავი მოგვეჯრა მეთქი. აღარც მინდა დედა შენ რო არ მამკლა მე ირაც მოიკლამ თავსავ. მომხდარს ყველაზე მეტად მამა განიცდის. მე-11 კლასე ლიდას სკოლაში სიარულის რცხვენია. ოჯახს თანასოფლელები არ თანაუგრძნობენ. გააუპატიურეს არა ისა კარგით რა 2 წელია მაგ გოგოზე ლაპარაკია რა პირველი ეს კი არ იყო რა ვიცი ექიმები გაიგებენ უბრალოდ ამაზე გადატყდა ჯოხი რა გაგიგიათ იმ გოგოზე ცუდი გაიგიათ კაი გაიგიათ აი კარგი არაფერი ყოველ შემთხვევაში რასაც ლაპარაკობენ სოციალურს დათოს დედა გაუპატიურების ფაქტს გამორიცხავს უფრო მეტიც ის ამტკიცებს რომ მიშვილს ლიდასთან სექსუალური კავშირი საერთოდ არ ჰქონია ტყუილია გამოიძიე თქვენ რომ ტყუილია ნამდვილად რომ ტყუილია ამას არც გაუპატიურებია და არც არაფერი არ ჩაუდენია მოწონებაც ჰქონდა თავიდან და ყველაფერი მაგრამ მაგ თვითონ აღიარა ბავშვმა რომ 1000-თან დადიოდა და როგორ დათო ის იმას სათუმოიყო ჩარკით რა ნუ გამელაპარაკე როდესაც ლიდას ოჯახის წევრებმა პასუხი მოსთხოვეს, დათო მისი ცოლად მოყვანის პირობა დადო. ეხლავე წავიყვანო. მე სანამ დედამისი მოვიდა და მე დედამისი რომ მოვიდა, ხმას აღარ იღებდა და ერთი გასვლისას ერთი ისღა თქვა რომ სკოლას დაამთავრებს და წავიყვანო. მე მაგის შემდეგ 15-ის მერე დათო აღარ მინახია. თავად დათო მაქაძე კომენტარს არ აკეთებს. საქმეს გურჯაანის პოლიციის სამმართველო იძიებს. ამ ეტაპზე უკვე არსებობს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა. ჩატარებული იქნა კომისიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმადაც ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება გოგონას სხეულზე და არც რაიმე დაზიანების კვალი არ არის აღნიშნული. ძიება უახლოეს მომავალში დამთავრდება. მანამდე კი კონფლიქტი ორ ოჯახს შორის გრძელდება.